მოგესალმებით კარგო ხალხო. დღეს მინდა ჩავიწერო ერთ-ერთი საინტერესო ვიდეო, სადაც მოვიყვებით მენტალურ დაავადებაზე, რომელიც არის OCD, ინგლისურად კარგულად კი ობსესიური კომპულსიური აშლილობა, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს და ზოგიერთი ადამიანის სუიციდამდეც მიყავს. ეს ძალიან მძიმე საკითხია, რომელზეც მინდა რომ გითხრათ, რომ არასდროს არავინ არ ცადოთ სუიციდი. მე ჩემი პირადი გამოსვლებიდან გეტყვით. მე ვცადე ერთხელ და ძალიან მძიმე იყო ტკივილებთან, დღეები შეღორცებასთან და დღეები გაქურნებასთანაა დაკავშირებული და ეს ყველაფერი უფრო მძიმე ვითარებაში აგდებს ადამიანს. ამიტომ როგორც თქვენი მომავალი, როგორც თქვენი ძმაკაცი, როგორც თქვენი მეგობარი, როგორც თქვენი ახლობელი, როგორც მომავალი თქვენ, როგორც მომავალი მე ჩემ თავს, ისე გესაუბრებით თქვენ. მე რომ ეხლა წარსულში გადამიყვანო და ჩემ თავს იმ დღეს როცა სუიციდი ვცადე უთხრა რომ ლუკა დაუშვეთ არ ქნა, ხო? ნამდვილად მე ამას არ ვიზავდი და ხო შედეგი ხო ვიცი და ურჩევდი რომ არა, ეს არ არის გამოსავალი და ეს არაფერს არ შეცვლის და ეს ძიმეა, არაფერს შეცვლის, ხო და თან არც არაფერს არ აკეთებს, არაფერს მოქმედია. მინდა უთხრა რომ ამით სამოთხეში ვერ მოხვდები. ასე რომ ყოველთვის სანამ ნაბიჯს გადადგავთ, უნდა დაფიქრდეთ. ყოველთვის შეიძლება ვერ მიხვდეთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ეს უკვე გააკეთეს და ამ ადამიანებისგან ჩვენ თუ არ ვისწავლით, შესწავლები არასდროს გამოილევა ჩვენ ცხოვრებაში, ადამიანების ცხოვრებაში და არავინ არ განიცდის წინსვლას. ასე რომ მე როგორც ჩემი თავისთან გავითვალისწინებდი, იმიტომ რომ ვიცი მე რომ მომავალი მე რასაც მეტყოდა, ისე ვარ მე თქვენთვის. მე ვარ მომავალი თქვენ და გიხსნით რომ არ ქნათ. დამიჯერეთ არ ქნათ. მე შეიძლება არ გიჯეროდეთ, მაგრამ პირობას გაძლევთ. ღმერთის წინაშე ვფიცავ, მე ვიცი ეს რაც არის. ეს არის უმძიმესი, მტკივნეულესი და ეს არის დამტკუნა და მომაკვდინებელი სულის პირველ რიგში. და მე მინდა გირჩიოთ რომ არ ცადოთ. მაგრამ ეხლა მე ვისაუბრებ ამ დაავადების შესახებ. ეს არის დაავადება, როცა ადამიანი ხშირად იბანს ხელს, ხშირად უნდება ხელს დაბანა, ხშირად ნაბიჯებს ითვლის, ხშირად მთელი ძალით უნდა თავისი ემოციების გამოხატვა, მაგალითად ვარჯიშით, თუნდაც ეს იყოს ხველება. შეიძლება ივარჯიშოს არ გაჩერდეს სანამ არ დაეცემა. ან ახველოს სანამ არ ჩათვლის, ეს საკმარისია. და შემდგომ თან იცის რომ არ უნდა, მაგრამ ემოციურად გრძნობს რომ არ არის საკმარისი და უნდა რომ სანამ არ დაახველებს, სანამ არ ივარჯიშებს, ვერ ჩერდება და სტრესავს და ხლის ეს ყოველივე, მაგრამ თავისი აზროვნება არ აძლევს იმის ძალას, რომ ეს არ გააკეთოს, იმიტომ რომ ემოცია ეუნება რომ ვერ გძნობ, ვერ ვარ საკმარისი, თითქოს გეფხანება და ვერ იფხან. ესეთი მძიმე დაავადება და 1000 კი ამას გარდა დარწმუნებული უფრო მძიმე დაავადებებიც არის. ამის გარდა უფრო მძიმე დაავადებებიცაა და ადამიანს სტრესი, დისკომფორტი, გაჭირვება 1000 რამეა, რაც ადამიანს ფიტავს და აყენებს სიძიმის წინაშე და რაც ადამიანს ასუსტებს სულიერად, მაგრამ არ უნდა დავსუსტდეთ. გაიხსენეთ, რა ქნა იესო აწამეს. შევაწყობას აყენებდნენ, მოკლეს და რა ქნა ამბობს, აპატიეთ მათ, რამე თუ არ იციან რას ჩადიან.
თითოეული ორგანიზმი, ქვა, ხე, რკინა მოლეკულებს შეიცავს, რომელიც შეიცავს აგრეთვე ნეიტრონებს, პროტონებს და არავინ იცის როგორ მოძრაობენ და ეს ყველაფერი არის სულიერი. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ყველაფერი ღმერთის შექმნილია და ყველაფერი განიცდის, ყველაფერი ცნობს, ყველაფერს ტკივა, მაგრამ ყველაფერი უძლებს. ჩვენ უნდა გავუძლოთ, რათა მოხდეთ 64-ში. ღმერთვანამდე გაუძლო სიკვდილს, ჟავრაწყობას, წამებას, გარდაცვალებას და გაცოცხლებას. და შემდგომ მოხდა 64-ში. ასე რომ ყველანი უნდა მოხდეთ 64-ში. ყველანი უნდა მოხდეთ 64-ში, ყველანი კეთილები უნდა ვიყოთ, ყველანი უნდა ვიყოთ ერთგუნი, ყველანი ერთმანეთს პატივს უნდა ვცემდეთ და ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ რეალურ ჭეშმარიტებას მივახციოთ 64-ს. 64-მდე კი ვერ მივა ბოროტი, ვერ მივა თავრობის მოყვარული, ვერ მივა მკვლელი, ვერ მივა ადამიანი, რომელიც სხვას ჩაგრავს, რომელიც ცემს, რომელიც ანადგურებს, რომელიც ბოროტად იქცევა. მაგრამ მოხდება კეთილი, შეუპოვარი, დამხმარე, ის ვინც სხვას ეხმარება, ის ვინც გაჭვებულს ეხმარება, ის ვინც სიკეთეს ჩადის მხოლოდ და ის ვინც უძლებს ამასობლის დარდს და ამასობლის ტკივილს. აგრეთვე ერთ-ერთი საინტერესო სიტყვებია, არ გაგიკვირდეთ თუ სოფელმა შეგიძულოთ, რამე თუ პირველი მე შემიძულაო. ასე რომ შეიძლება ჯვარზე გაგაკრან, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ პირველი მე გამაკრესო, ამას ამბობს იესო და გჯეროდეთ ღმერთის, გჯეროდეთ სიკეთის, გჯეროდეთ სიყვარულს. არ არსებობს იმაზე დიდი რამ, ვიდრე არის სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება. ყველაფერი კარგს, რასაც გვასწავლის ადამიანობა, რასაც გვასწავლის ყველაზე მთავარი ღმერთი, ის უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის აქსიომა, ეს არის ყველაზე საინტერესო, ეს არის ცხოვრების აზრი, არის სიკეთე, არის ეკლესია, არის ღმერთი, არის თავგანწირვა, არის ერთგულება, არის ჭეშმარიტი სიტყვა. არასდროს ბოროტებას არ უნდა აყვეს ადამიანი ყველაზე მძიმე ჟამსაც კი. როცა მას აწამებენ, როცა მას აფურთხებენ, როცა მას კლავენ, ის პირიქით სიყვარულით არის განგებული და ეუბნება. აპატიებ მას ღმერთო, რამე თუ არ იციან რას ჩადიან და პატიებს მათ და პატიობს მათ. ასე რომ ყოველი კარგი სიტყვა დაიმახსოვრეთ, გაიაზრეთ, შეისისხლხორცეთ და ბოროტება განდევნეთ და ემსახურეთ მარტო სიკეთეს. ღმერთი არის თქვენთან. დაგლოცოთ ღმერთმა. ამინ.